მოგესალმებით, მოკლედ ეხლა არის შაბათი, ეხლა ხანს გავიღვიძე. უბრალოდ საღამოს 6 საათია, მაგრამ არა უშავს, მთელი ღამე წინა. ვინც არ იცით, მე ვარ ჯორჯსოფტი, ინდი გეიმ დეველოპერი, ვაკეთებ თამაშებს აი ამ პატარა ოთახიდან და ამ ციფრულ თავგადასავალს ვუკეთებ დოკუმენტიზირებას და შემდეგ ვაზიარებ YouTube-ზე. ამიტომ თუ ახალი ხარ, გამოიწერე არხი, რადგან უფრო მეტი სიახლეები გაიგო. ჩვენ კიდე ბევრი საქმე გვაქვს და შეგვიძლია დავიწყოთ. ესე იგი, ვინც ახლები ხართ და პროგრესი გაინტერესებთ, შეგიძლიათ წინა დევლოგები ნახოთ, თუ რა ეტაპზე ვართ და საერთოდ რა მაქვს შენ გაკეთებული. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ჩემს გეიმ დიზაინერთან ერთად გავტესტეთ power-up-ები, იმიტომ რომ ბალანსი გაგვეკეთებია. ფაქტობრივად 24 power-up-ი გავტესტეთ. რომელმაც ჯამში წაიღო 6 საათამდე და გუშინ უკვე თამაში იყო იმ კონდიციამდე, რომ პირველი stage-ი საწყობა დავიწყეთ, მაგრამ უამრავი პრობლემა შეიქმნა და სწორედ ეს პრობლემებია ეხლა გამოსასწორებელი დღეს, რომ შემდეგ ამ stage-ის საწყობა გავაგრძელოთ. აი, ეხლა გვაქვს paddle trick rate 1-ზე. კაი, ნახოთ რა იქნება. საგრძნობლად უნდა შეავციროს, მაგრამ შეიძლება მეორე და მესამე ცდაზე იგივე არ მოხდეს და სხვანაირად იყოს, ნახოთ რა. 1-ზე ვერ ასწრებს დოტის აღძრას. და მიუხედავად მაგისა, 0.8 გააკეთე და მოდი იყოს ეს 0.5 და paddle damage per tick შევამციროთ. შევამციროთ 0.8-ზე მაშინ. მაინც დედას უტყნო. ბიჭო, ნუ ძლიერი ბაფია რასიზამ, ანუ ბარნსაც ადებს და გუბეებსაც ტოვებს და როესრი კიდე აორმაგებს ამ. ერთი ცალი იყოს ძლიერი, თლათ ისე ძლიერიც არ არის, ხა რომ პანიკაში ჩავარ. სპლაში წავიდა, შემდეგ იყო შოკრაუნს. ხო, შოკრაუნზე იმაშვებოდა რა, ვინერის stage იბაგებოდა. რო არ მოდიოდნენ და რო რჩებოდა რაუნდი ცოცხლები. ხო, აი გავფიქსე და შოკრაუნს თავიდან გავტესტოთ თუ გინდა. ეს არის შოკრაუნსის, ნუ იდეაში მეტი არაფერი შოკ stand duration-ი არის 2 რა. Hello. როგორც ნახეთ, გამოსასწორებელია რაღაცეები, რომ stage-ის საწყობა გავაგრძელოთ. პირველი არის time refactor-ი, რა დეტალური სათაური და აღწერა აქვს, მაგრამ ორემე მივხვდი რა არის გასასწორებელი. მოკლედ ახლა აქ რა ხდება. აი აქ გვაქვს ტაიმერი და ამ ტაიმერზე დაყრდნობით განსაზღვრავს stage-ში რომელი wave-ი როდის წამოვიდეს. მაგალითად ახლა აქ გვაქვს script-ი, stage manager-ი და ეს არის wave-ები და აი აქ ვუთითებ დროს, რომელზე წამოვიდეს, მაგრამ თავიდანვე შეცდომა დავუშვი იქ, რომ დრო კი არა ვიქვი, ისო დასაწყისიდან დასასრულამდე. პირიქით გავუკეთეთ დასასრულიდან დასაწყისამდე. ანუ მაგალითად თუ stage-ს განსაზღვრავ რომ არის 3 წუთიანი, ეს 3 წუთი მოდის 3 წუთიდან უკან, ანუ 3 წუთი მერე 2 და 59 და ასე შემდეგ. ამას გამოიწვია პრობლემები. stage-ის დროს, იმიტომ რომ რომელიღაცა თუ მინდა წამოვიდეს მე-20 წამზე უკნიდან მიწევს გადათვლა და ნუ მოკლედ კალკულატორი გამახსნევია Windows-ში, ამიტომ ეს უნდა შევცვალოთ. იდეაში ამას ბევრი ცვლილება არ დაჭირდა, რამდენიმე წუთში მოგვარდა და მოდი ახლა გავტესტოთ. ახლა მნიშვნელოვანია რომ სცენასაც ხედავდე და in-game ფანჯარასაც და ახლა უნდა დაიწყოს 0-დან ათვლა. ეგ არის და პირველივე წამზე უკვე ხედავთ აქ ჩვენს wave-ებს, ნუ ეს არის boss-ი. ჯერჯერობით სატესტო stage-ი, ანუ სატესტო wave-ებია. ესენი უნდა კიდევ დაიხვეწოს და ბალანსდეს, რომ პირველი არც არ რთული იყოს, არც ან მარტივი, იმიტომ რომ პირველი stage-დანვე თუ გაგვექცა მოთამაშე, აი მან უკვე დაგვერხა და ვერანაირ ფულს ვერ ვიშოვით. აი power-up-იც გამემაზა ახლა. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მაგარი tool-ი, რომელიც არის developer console-ი, სადაც შეგვიძლია custom command-ები გავაკეთოთ development-ის დროს, აი მაგალითად, მინდა დავუწვი ამას და ჩემი ერთ-ერთი კომანდი არის მაგალითად set wave და ნუმერაციით ინდექსით გადავხტები wave-ებზე, რომ სწრაფად გავტესტო, მაგალითად მე-6-ს თუ დავაწვევი enter-ი, ესენი გაქრება და პირდაპირ გადავხტები აი მე-6 wave-ზე, სადაც მე-6 wave-ის enemies ტიპები მოდიან. აკეთებს set waves, ნუ ეს არის აღწერა თუ რას აკეთებს და იძახებს set wave ფუნქცია, სადაც უკვე stage manager-იდან, stage manager-ის scripts წვდები და ნუ აქედან ვაკეთებ რაღაც манипуляციას. მთელი მუღამის არ შეიძლება შენი custom command-ები ჩააშენო და ასევე თამაშივე ნახულობ აი აქ კონსოლ error-ებს, იმიტომ რომ ამას რო გადაიტან მობაილზე, აი იქ უკვე ეს კონსოლი აღარ გაქვს და შეგიძლია ნახო კონსოლოგები, error-ები და ასე შემდეგ. ამიტომ მობაილისთვის, დებაგინგისთვის და development-ის პროცესში, როცა გინდა სწრაფი ტესტირება, Unity Asset Store-ზე იპოვით in-game debug კონსოლი ქვია, ჩვეულებრივად დააყენებთ და ნუ თავისი სკრიპტიც მოყვება, თავისი დოკუმენტაციაც, თუ შენი custom command-ები როგორ დააყენო და ნუ გამოყენებითაც ხედავთ, რომ ჩვენივრად ვიყენებ. ეხლა არის ჩემთვის სტილა იდეაში. ნუ რეალურად
4:09, მაგრამ დილის 6 საათზე დავიცინე, მაგრამ იმდენად კაი რაღაცა გავაკეთე. მე ხარ რო შევალკაჩვენოთ, ეხა ივანზე ვარ. რო უშუალებლივად ღირდა გადათენებად. გარეთ ის ძნელი ამინდია, წვემა იმიტომ არ მიყვარს რომ თაბლუმე ხოა პლუს მოტოციკლეტით ვარ მოძრაობ. მანქანით მოძრაობას კიდევ სიკვდილი მირჩევნია და უაკლად ჩემ პრობლემებზე საუბრისგან თავს აღარ მოგაწყენთ. და გაჩვენებთ ეხა რას ვაკეთებდი მთელი დილა. მოკლედ, ეხლა ვნახავთ რის გამო გადავათენე გუშინ, მაგრამ სანამ ამას ვნახავთ, ბევრი არის game development-ით დაინტერესებული, ამიტომ შევოდით ჩემს Discord server-ზე. თუ გაინტერესებთ ზოგადად პროგრამირება, game development-ი, bla-bla-bla, დასვით ნებისმიერი კითხვა შესაბამის channel-ში და საჭირო ხალხი და ასევე მე დაგეხმარებით, არ არის პრობლემა. Time refactor-ის მერე რაც უნდა გამეკეთებია იყო boss-ი spawn-ი, ოღონდ მთელი მუღამი ის იყო, რომ როცა waves დავამატებდი, უნდა მიმეთითებია, რა ნაწილში დასპავნებულიყო ნებისმიერ პოზიციაზე და ასევე პორტალიდან გადმოსვლის ეფექტი უნდა ქონოდა. აი აქ იდეაში პორტალის პრეფაპები ისედაც ქონდა, ამიტომ პირდაპირ გადმოვიტანე. რა იყო სირთულე და რატო ვფიქრობ, რომ ეს სირთულე გადავჭერი იდეალურად? დაახლოებით აი აქ არის enemies და ამას არ აქვს ის თვისება, რომ პირობითად აი აქ რომ მომინდეს რამე enemy-ან minibossi დაასპავნოს. ამიტომ გავაკეთე ეგეთი რაღაც. პირველი გზა, რითიც უნდა წავსულიყავი, არ არის კარგი, იყო რომ წინასწარ შემექმნა ცარიელი game object-ი, დამესვა რა პოზიციაზეც მინდოდა და wave-ის დროს მიმეთითები ამ game object-ის transform-ი, რითაც აიღებდა ამ პოზიციას და გაჩნდებოდა. მაგრამ ამის მინუსი იყო ის, რომ ესე წინასწარ უნდა მეკეთებია ამდენი empty game object-ები და უნდა მედო წარამარა და შემდეგ უეჭველი გამემაზებოდა რა რომლის იყო და ნუ წინასწარ შექმნა არ არის კარგი, როცა wave-ებს აწყობ. ამიტომ მთელი მუღამი ისა, რომ როცა wave-ის დამატება მინდა, აი ამ სკრიპტიდანვე, აი აქიდანვე შემეძლოს ყველაფრის კონტროლი. შემდეგ გამახსენდა, რომ თვითონ Unity editor-ის ცვლილებებით შეგიძლია გააკეთო, იმიტომ რომ ეხლა მე რაც გავაკეთე Unity editor-ის change-ებია. მოდი ახლა გაჩვენებთ scripts. ახალი script-ი შევქმენი, რომელიც არის stage data editor-ი, რომელიც mono behavior-ის მაგივრად editor-იდან იღებს inheritance და აქ წერია სწორედ ის ლოგიკა, რომ პირდაპირ სცენაზე კლიკის დროს აიღოს პოზიციები და რა ხდება. აი ამ პატარა gizmos effects თუ დააკვირდებით, ეს არის ერთ-ერთი minibossis დასმული, ასე ვთქვათ, point-ი. მე თუ ამის შეცვლა მინდა გავაკეთებ ეგეთ რაღაცას. მაგალითად, Claire-ით ახლა გავასუფთავებ ამას. Get spawn position კლიკით უკვე მზად არის სცენა, რომ ნებისმიერ წერტილში კლიკის დროს აიღოს პოზიცია და მაგალითად თუ მინდა აქ დასპავნდეს, დავაწვევი და მორჩა. პოზიციები ავტომატურად აიღო და ვიზუალურად ვხატავ ესეთ gizmos პატარა წრეს, რომ მივხვდე, რომ აი ამ წერტილში უნდა დასპავნდეს ბოსი. ეს იყო ჩემი აზრით იდეალური გადაჭრა, რომ wave-ები მაქსიმალურად კომფორტულად აკონტროლო, იმიტომ რომ ლეველი სწრაფად აწყო. და ნუ ეს არის world position-ები, რადგან ეს ავტომატურად იღებს პოზიციებს თუ მაინც გინდა რედაქტირება, რომ რაღაცა მაპის ქვევით არ ჩავიდეს ან ასე შემდეგ, ამას მენუალურად დაარედაქტირებ. და მოდი ახლა მაგალითად გავუშვათ და ნახოთ რა მოხდება. მითითებული მაკრო პირველივე წამზე მოხდეს, minibossis ჩატვირთვა შესაბამისად. ხო, ასევე stage-ში გავწერე პორტალის გამოსვლის ეფექტი და ანიმაცია, სადღაც აი page manager-ში მაქვს იდეაში ეგ. აი spawn miniboss პორტალი, აი აქ მაქვს იდეაში ანიმაცია გაკეთებული, რომ smooth-ად გაიხსნას და ასევე რბილად დაიხუროს და საბოლოო ჯამში მოდით ნახოთ ეფექტი, ეხლა რომ დავსტარტავ, აი აქ უნდა გაიხსნას პორტალი, სადაც დავაკლიკე და დასპავნდეს minibossi იმ დროზე, რაც მივუთითეთ, რაც არის იდეაში პირველივე წამი 0 და 1. და voila, ეს არის. და პორტალი დაიხურა. ნუ ბოსის გადმოსვლაც შეგვიძლია აქ იდეაში გავალამაზოთ. ნუ გუშინაც გავტესტე იდეაში ბაგები არ აქვს, მაგრამ დღეს მაინც გადავული, რომ ბოლომდე დავrწმუნე, რომ მუშაობს ეს ფუნქციონალი. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. აუცილებლად დატოვე ლაიქი ან დააკომენტარე ან რამეთი მანიშნა, რომ ეს კონტენტი გაინტერესებს, რომ უფრო ხშირად გავაკეთო ვიდეოები. ვინც ახლები ხართ, გამოიწერეთ არხი, შემოგვიერთდით Discord server-ზე და შევხვდებით მომავალ უქმეებზე.